ხვამლის მთა ადგილი, რომელსაც უნიკალური ბუნებისა და კულტურული ძეგლების კონცენტრაციის ადგილს უწოდებენ. წელს მთაზე დაზვერვით სამუშაოების შემდეგ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა, რომლის დროსაც უნიკალური არტეფაქტები იქნა აღმოჩენილი. ახლა მომავალში მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრის აშენებაა დაგეგმილი. ჩვენი კორესპონდენტი ანი მარღანია იმყოფებოდა ხვამლის მღვიმეებში. ვნახოთ მისი სიუჟეტი. მისტიკური მთა, სადაც ზევსის ბრძანებით პრომეთე მიაჯაჭვეს, სწორედ ასე მოიხსენიებს მთას სახელწოდებით ხვამლი ცნობილი ფრანგი მწერალი ჟიულ ვერნის საკუთარ სათავგადასავლო რომანში. ხვამლი, იგივე ხომლი, ლეჩხუმში, მხარის დასავლეთ ნაწილში, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. მთის შესახებ არაერთი ლეგენდა თუ თქმულება გვხვდება ისტორიულ წყაროებში. მემატიანის ცნობით, ზღვის დონიდან 2002 მეტრზე მდებარე ხვამლის კლდეზე არსებულ ციხე-ქვაბში ქართველ მეფეთა განცაცავი იყო განთავსებული. პირველი ადამიანი აქ ქვის ხანიდან იწყებს აქ დასახლებას და აი ქვის ხანიდან რომ დასახლდა აქ ადამიანი უწყვეტად მერე სულ გრძელდება ცხოვრება. ხვამლი არის როგორც ბუნების ძეგლების, ისე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონცენტრაციის ადგილი. აქ არის უნიკალური მღვიმეები. ხვამლი თვითონ ეს ქედი სულ არის 7 კვადრატული კილომეტრი. მაგრამ არის დაქცენილი მთლიანად კარსტული მღვიმეებით. თავის სტალაგმიტებით, სტალაქტიტებით. 1945 წელს მთაზე ალიოშა ჯაფარიძის ხელმძღვანელობით ექსპედიცია ჩატარდა. 11 კაციანმა ჯგუფმა მთაზე რამდენიმე დღე დაჰყო. მეფეთა განძის ძიება იქ უშედეგო აღმოჩნდა. 1990 წელს მთაზე საკმაოდ შედეგიანი ექსპედიცია გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით მოეწყო. 2007 წელს ხვამლის მთის და მისი ისტორიის შესახებ ფილმი რეჟისორმა დავით გოგუაძემ გადაიღო. ესე არ არის, რომ აი ავარდები და ხვამლის მთაზე ძალიან კაპრიზული მთა არის და თვითონ. აი რომ ავედით პირველად, არაფერი არ გვიქანდა თითქოს ინასარ უბედურებას და როგორც ავედით ხვამლის მთაზე ბანაკები დავეცით, აი ეს ნიკა იყო ლევანიძე ძალიან კარგი თასვლელი და ოპერატორი. იმ წუთში და შემოვიდა ნისლი, დააწვა ნისლი ამ ხვამლის მთას და აი არ მოგშოვდა, თითქოს აი ვიღაცას არ უნდა და ჩვენი იყო. და მთელი წარმოიდგინე, მთელი რეჩხუმი იყო განათებული და მზიანი და ხვამლის მთაზე იყო რაღაც უბედურება. 2013 წელს განახლებული დაზვერვითი სამუშაოების შემდეგ ხვამლის მთაზე აღმოჩენილი იქნა გაქვავებული მოლუსკი. გაითხარა ადგილი გონა, სადაც ორი ქალის სამარხი აღმოაჩინეს. მასალები დღეს ნასტაკის არქეოლოგიურ ბაზაში მუშავდება. არქეოლოგიური გათხრების განახლებას და მხარის ნაწილობრივ შესწავლას ქართველი არქეოლოგები მომავალშიც გეგმავენ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ნასტაკისის არქეოლოგიურ ბაზაზე, სადაც იქნა ჩამოტანილი ხვამლზე და გონაზე აღმოჩენილი მასალა. ეს არის სამარხეული ინვენტარი, აღმოჩნდა ორი ქალის სამარხი, ბრინჯაოს სამაჯურები, მინის მძივები, პასტის მძივები, საყურეები, ეს ნიჟარისებურთავიანი საკინძი და ეს ჭრული ბალთა. ლეგენდის თანახმად მთაზე არსებულ გამოქვაბულში სახელწოდებით ვერძის თავა, ვერძის თავი, სწორედ ხვამლის მთის წვერიდან ბოგას ჭიდან ჩამოაგდეს. გადმოცემის მიხედვით, მოჭრილი თავი სწორედ ვერძის თავის გამოქვაბულში აღმოჩნდა. ვერძის თავა წარმოიშობა ხვამლიდან. შიგნით ტბა არის 50 მეტრო რადიუსში. შემდეგ არის კედელი, ამონაშენი კედელია, სხვათა შორის ის არ არის ბუნებრივი იყოს. ამონაშენი კედელია და მერე არის 70 მეტრის სიგრძეზე არის გადასასვლელი. საიდან ჯერ არავინ არ გადასულა. ეს ხვამლის მთის დასაწყისი და ჩაჩქერი ნიკორის ძირია. ამ ხეობაში სწორედ ასეთი 7 ჩაჩქერი მოედინება. ისტორიულ და მისტიურ ადგილზე მოგზაურობას ქართველი და უცხოელი ტურისტები შეძლებენ. სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით სოფელ ტვიშში ტურისტული ცენტრი აშენდება.